ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის დროებითი ტარიფები დაადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და კერძო კომპანიებს კომუნალური გადასახადი უცვლელი დარჩებათ. რა ფაქტორებზე დაახლოებით მიიღო სემეკმა გადაწყვეტილება და როგორი გავლენა ექნება მას კომპანიების საინვესტიციო გეგმებზე. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, გამარჯობა. 2026 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება. ტარიფებთან დაკავშირებით სემეკმა დღევანდელ საჯარო სხდომაზე იმსჯელა, რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს. როგორც სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, დღეს არსებული ტარიფების 3 თვითგახანგრძლივების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა პროცესის გადავადების თხოვნით გასული კვირის ბოლოს თავად მიმართეს სემეკს. ამასთან ამ ეტაპზე ბოლომდე დაზუსტებული არ არის ელექტროენერგიის ბალანსები და მოსალოდნელი გენერაციის მაჩვენებლებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობასთან კონსულტაციებიც. რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, დღევანდელი გადაწყვეტილებით გაზის ტარიფებიც 1 წლის ვადით უცვლელად შენარჩუნდება. სამხარებლო ტარიფების შედგება 2 კომპონენტისგან. ერთი ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები. ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით. 3 თვის მერე რა პროცედურები იქნება ამასთან დაკავშირებით, თქვენ იქნებით პერიოდულად საქმის კურსში, იმიტომ რომ კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსიც, შესაბამისად კომისია კვლავ ხელმძღვანელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე იქნება დაანგარიშებული ტარიფები. რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩვენი სამსახურის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე კომისიამ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების მანძილზე მომხმარებელს არ გაიზრდება სამომხმარებლო ტარიფი. ეს ეხება როგორც ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, ასევე ეხება ელექტროენერგიის მომხმარებლებს. მოცემულ შემთხვევაში საუბარი არის 3 თვით, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, რომ შემდეგაც შენარჩუნდეს, რა თქმა უნდა, აღნიშნული ტარიფი. სემეკმა ენერგოკომპანიების მომდევნო 5 წლის საინვესტიციო გეგმები 12 დეკემბერს შეითანხმა და ამ გეგმის თანახმად ენერგოპროჯორჯიამ 2020 წლებში 1,56 მილიარდი ლარის, ხოლო თელასმა 400 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, თუმცა როგორც მარეგულირებელ კომისიაში დღეს აღნიშნეს, შესაძლოა საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციები განახდეს და განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობები დაკორექტირდეს. თავად ენერგოკომპანიებში თელასსა და ენერგოპროჯორჯიაში კი სემეკის ამ გადაწყვეტილებასთან და საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მარეგულირებელ კომისიამ უკვე შეითანხმა საინვესტიციო გეგმები, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ განვაახლოთ კონსულტაციები საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით. ის სატარიფო განაცხადები, რომლებიც ახლა იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად მომდევნო 3 თვეში უკვე ჩვენ უნდა დავადგინოთ ტარიფები, ბუნებრივია გულისხმობს იმის შესაძლებლობასაც, რომ მოხდეს საინვესტიციო გეგმების გადახედვაც. ამის უფლებამოსილება აქვს თავად კომპანიას, რომ მიმართოს მარეგულირებელ კომისიას და მარეგულირებელ კომისიასაც, რომ შესაბამისად იმსჯელოს, მიიღებს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ცვლილებებთან მიმართებაში. მე შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში საფეხურებრივი ტარიფი მოქმედებს. თბილისში იმ მომხმარებლებისთვის, ვინც 101 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 15 თეთრია, 101-დან 301 კილოვატ-საათის ჩათვლით 19 თეთრი, 301-დან კი 23.5 თეთრი, რაც შეეხება რეგიონებში ტარიფები 14.7 თეთრიდან იწყება და 27.9 თეთრამდე არის. მადლობა, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.